სახარებაი მათესი, თავი მე-14. მას შამსაშინა ესმა ჰეროდეს 4 სამთავროთა მთავარსა ამბავი იესუისი. და რქუა მონათათვისდა. ესი არს იოვანე ნათლისმცემელი, იგი აღდგომილარს მკვდრეთით და მისთვის იქმნებიან ძალნი ესე მისთანა. რამე თუ ამან ჰეროდე შეიპყრა იოვანე და შებორკილა იგი და საპყრობილესა შეაყენა ჰეროდიაისთვის, ცოლისა ფილიპეს ძმისათვის ისა. რამე თუ ეტყოდა მას იოვანე, არა ჯერ არ შენდა ვით არ მცა გესუა იგი ცოლად. და უნდაღა თუ მისი მოკლაი, არამედ ეშინოდა ერისა მის. რამე თუ ვით არცა წინაისწარ მეტყუელი ეპყრა მათ იგი. და ვით არცა შობის ადღენი იყვნეს ჰეროდესნი, როკვიდა ასული ჰეროდიაისის შორის და სტნდა ჰეროდეს როკვაი იგი მისი, რომლისათვის ფიცით აღუთქუა მას მიცემად რაიცა ითხოვოს. ხოლო იგი წინაისწარ ბირებულ იყო დედისაგან თვისისა და რქუა, მომეც მე აქა ლანკნითა თავი იოვანესი ნათლისმცემელისაი. და შეღა თუ წუხნა მეფე იგი, არამედ ფიცისა მისთვის და მის თანა მეინახეთა ბრძანა მიცემად იგი მას. და მიავლინა და მოჰკუეთა თავი იოვანესი საპყრობილესა შინა. და მოართუეს თავი მისი ლანკნითა და მისცეს ქალსა მას. და მან მიართუა დედასა თვისსა. და მოვიდეს მოწაფენი მისნი და წარიღეს გუამი მისი და დაჰფლეს იგი და მოვიდეს და უთხრეს იესოს. ხოლო ესმა რა იესე იესოს განეშორა მიერ ნავითა და წარვიდა უდაბნოსა ადგილსა თვისაგან. და ვით არცა ესმა ერსა მას, მისდევდეს მას მკვირცხელ ქალაქებისაგან. და გამოვიდა იესო და იხილა ერი მრავალი და შეეწყალნეს იგინი და განკურნა სნეულნი მათნი. და ვით არცა შემწუხდა, მოუხდეს მოწაფენი მისნი და რქუეს მას. უდაბნო არს ადგილი ესე და ჟამი გარდასრულ არს, განუტევე ერი ესე, რაითა წარვიდენ გარემო დაბნებსა და იყიდონ თავისათვის ისა საზრდელი. ხოლო იესო რქუა მათ, არა უხმს მათ წარსვლაი, თქვენ ეცით მაგათ ჭამადი. ხოლო მათ რქუეს მას, არა გუაქოს აქა გარნა 5 პური და 2 თევზი. რქუა მათ იესო, მომართვით მე იგი აქა. და უბრძანა ერსა მას დასხდომაი თივასა ზედა და მოიღო 5 იგი პური და 2 თევზი. აღიხილნა ზეცა და აკურთხა და განტეხა და მისცნა პურნი იგი მოწაფეთა თვისდა და მოწაფეთა მათ მისცეს ერსა მას. და ჭამეს ყოველთა და განძღეს და აღიღეს ნეშტი ნამუსრევი 12 გოდორი სავსე. ხოლო იყვნეს რომელთა იგი ჭამეს მამანი ხოლო 500-ას, თვინიერ ყრმებისა და დედებისა. და მეყსეულა დაიძულა მოწაფეთა შესვლად ნავსა და წინა წარძღუანვად მისსა წიაღგერძო, ვიდრემდე განუტევოს ერი იგი. და ვით არცა განუტევა ერი იგი, აღვიდა მთასა ლოცვა თვისაგან. და შერა იმწუხდა მარტო იყო მუნ. ხოლო ნავი იგი განშორებულიყო ქუეყანით მრავალ უტევან და იგუემებოდა ღელვათაგან, რამე თუ იყო ქარი იგი პირით კერძო. და მე-4 სასახუმილავსა ღამისასა მოვიდა მათა იესო სვლით ზღუასა მას ზედა. ხოლო მოწაფეთა ვით არცა იხილეს ვიდოდა რა ის ზღუასა მას ზედა, შეძრწუნდეს და თქუეს ვითარმედ, საოცარ რაიმე არს და შიშისაგან ღაღატყვეს. მეყსეულად ეტყოდა მათ იესო და რქუა, კადნიერ იყვენით, მე ვარ ნუ გეშინინ. მიუგო პეტრე და რქუა მას, უფალო, უკუე თუ შენ ხარ, მიბრძანე მე მისვლად შენ და წყალთა ამათ ზედა. ხოლო მან რქუა მოვედ. და გარდა მოვიდა პეტრე ნავით და ვიდოდა წყალთა მათ ზედა და მოვიდოდა იესოისა. და ვით არცა იხილა ქარი იგი ძლიერი შეეშინა და იწყო დანთქმად, ღაღატყო და თქუა, უფალო, მიხსენ მე. და მეყსეულად განყო ხელი იესო, უპყრა მას და რქუა, მცირედ მორწმუნეო, რა ისა შეურგულდი? და ვით არცა აღვიდეს იგინი ნავსამას, დაცხრა ქარი იგი. ხოლო რომელნი იგი ნავსამას შინა იყვნეს, მოუხდეს და თაყვანისცეს მას და ეტყოდეს, ჭეშმარიტად ზეღმრთისაი ხარ შენ. და განვიდეს და მივიდეს მიერ ქუეყანასა მას გენესარეთისასა. და იცნეს იგი კაცთა მათ მის ადგილისათა და წაავლინეს ყოველ სამას სანახებსა და მოართუეს მას ყოველი ბოროტ ადვნებული. და ევედრებოდეს მას, რაითა შეხოლო ახუნ ფესუსა სამოსლისა მისისასა და რაოდენთა შეახეს ცხონდეს.